არც სახელი ვიცი, არც გვარი ვიცი, ვინ მომიტანა, არც საიდან მომიტანა, ლამაზი გოგო იყო, სამკაულებს ვაკეთებო მითხრა, ბროწეულები მომიტანა გერ. მაჩუქა და ასე 1.5 რაფერია და ესე 1 ნახე. გურიაშიც რო ვერ ნახავ იმ ფერში. რამის სილამაზეები და რა კაი. რაფერი აკიდოები. ამას რომ ადამიანი მოგიტანს და ასე შენ მშობლიურ სურნელს გაჩუქებს, ამაზე კაი რა უნდა იყოს. ახლა ამოვალაგეთ ლამაზად და ნახე რაფერს დავაწყო. სტუმრები მყავს და ეგეთ მივარჩნევ. დაჭყენტილი იმაქვს. წვენი მაქვს ლამუშისთვის ბევრი მომარაგებული, ამის დაჭყლება საცოდოა, ნახე რაფერი სავსენტევნებია. ამას ვერ დავჭყლიდა. მენანება იმფერი კაია. დიდი მადლობა ჩემთვის, უცნობო, ლამაზო ქალო. მომიტანი აგერ, მომართვი, მოკრეფილი, გემრიელი, ვინც ხარ, კაი ხარ, შენ გენაცვალოს ჩემი თავი. ამ ფერძღვენს რომ მოგიტანს ადამიანი, იმას მადლობა კი ეკუთვნის ნამდვილად. აი იყო გამომეჩინა გონიერება და მეკითხა სახელი, გვარი, ვინაობა, საიდან მომიტანე, მაგრამ რადგან ასე დევიბენი, ასე ინკოგნიტო მადლობა მაინც მიიღე ჩემგან. დიდი მადლობა მშობლიური სურნელისთვის, ამ გემრიელობისთვის, ჩემი და ჩემი სტუმრების სახელით, მარტო არ შევჭამ ყველას გაუნაწილე. ბარაქიანი და გემრიელი კია. ასე საღად მოკრეფილი, გაციკციკებული, რასურნიათი თუ ჯობია ამას რომელიმე ყურძენი ან საჭმელად და ან ფელამუშად. ოდესა თუ რა ქვია, რა ფეროძახიან? იზაბელა. სულ არ შედის კატალოგშიო, ვინც ხომ მითხრა, მე ღვინე იყო ამას წინათ და მაი თქვენი ადესაო, სულ არ შედის იმაშიო, ყურძნების ჩამონათვალშიო. არაფრად არ ითვლებაო. ნუ ჩათვლი თქვენ ბატონო, მე ვიждები. ღვინო რა ვიცი ახლა მართლა ადესის ღვინო რაია, მაგრამ საჭმელად და წვენად უკეთესი ყურძენი თუ არსებობს. დავადოთ თავზე ჩხები, რაფერები უჭრია ლამაზად. ძველ საბჭოთა მაში რომ იყო ჟურნალებში, საბჭოთა საქართველოში ასე გლეხებს რომ იღებდებას. ამის ლამაზი. აი ხომ არ დავკიდო ახლა ნიჭობია. ასე ჯობია. ამას აგერ დავკიდე. კიდევ და მრავალჯერ მადლობა შენ ჩემო უცნობო ქალბატონო. ჯუჯა ბროწეულების მოვლის დროს ადამიანები უშვებენ შეცდომას და ამაზე მინდა დღეს გელაპარაკოთ. აუცილებლად უნდა მისცეთ ზამთარში საშუალება დაისვენოს. ზამთარში უნდა დაყაროს ფოთოლი. ეს გამოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ ამყოფებთ ოთახის ტემპერატურაზე ძალიან სითბოში. გამოაზამთრეთ ცივ გაუთბობელ ოთახში. ან სულაც გარეთ. ყინვისგან მომყუდროებულ ადგილას, ნახეთ როგორ ასხია, როგორ ყვავის. ეხლა მან უნდა დაამთავროს ეს თავისი ფაზა და ზამთარში უნდა დაისვენოს, ისე როგორც ყველა დანარჩენმა ფოთოლმცვენმა ხემ. კი არის ჯუჯა და კი არის მინიატურული, მაგრამ სჭირდება დასვენება. ზამთარში უნდა დაყაროს ფოთოლი. გაზაფხულიდან ისევ გააგრძელოთ მისი მორწყვა, ზამთარში არ მორწყათ, 1-2 თვე შეგიძლიათ მშრალად შეინახოთ, ან ცოტა ნესტიანი მიწა დაუტოვოთ. სადარბაზოში, განათებულ ოთახში, ოღონდ გაუთბობელში გამოაზამთროთ და გაზაფხულზე ისევ გააგრძელოთ მისი ჩვეულებრივად მოვლა. ამოიტანს ახალ ფოთლებს, აყვავდება და თავ დაუზოგავად წლის ბოლომდე იყვავილებს. წლის ბოლოს დაასვენეთ. მიეცით საშუალება რომ დაყაროს ფოთოლი. ეს არის სულ რაც ჯუჯა ბროწეულთან დაკავშირებით მინდა გითხრათ. ყვავის თავ დაუზოგავად სულ გაზაფხულიდან ნოემბრის ბოლომდე. ეხლა როგორ ყვავის ნახეთ აქაც. აქ დავტოვებთ ამას გარეთ. თუ ძალიან ყინვები დაიჭირა, ცოტა სოჭის ტოტებს გადავაფარებთ და ზამთარში ყინვისგან ცოტა დავიფარავთ. ეზოშიც მაქვს დარგული მყუდრო ადგილას და მშვენივრად გრძნობს თავს.
დააყრის ფოთოლს, ცუდი სანახავია ზამთარში არაფერი არაა, მაგრამ გაზაფხულიდან ისევ. ასხია, როგორ ასხია ერთი განახატა. ბევრს ისხავს. წვრილ ნაყოფებს, ბევრს. სულ მეკითხებიან თუ იჭმევაო და რა გაჭირება ახლა ეს ცუცქნა არ შევჭამო, როცა არის ამდენი ბროწეული, ამ ხელა ბროწეულები იყიდება ეხლა 3 ლარიში. ამას რატომ დავეწაფები? კალმით ხარობს გადასწარებას, ადრე გაზაფხულზე მოჭრით ტოტებს, გასხლავთ, გაასუფთავებთ, კიდევ უფრო დაადაბლებთ და ნასხლავ ტოტებს დააკალმებთ ქვიშაში, გადასწარებად ფესვიანდება. უმარტივესა. 100 წელს რომ ჩარჭობ 100-ვე ფესვიანი ამოდის. აკალმებას გაზაფხულზე გიჩვენებთ. ბევრს აქვს და უფუჭდებათ და წუხარ ამის გამო. შემოგჩივიან რომ გამიფუჭდა, არა და ძალიან მარტივია. ნახე როგორ ყვავის შეხედე, ლამაზია. ქოთნებში. ბროწეულის ყვავილზე უფრო ლამაზი რა უნდა იყოს? გამისი ლამაზია. დიდებიც გვაქვს და ნახე როგორ ასხია. ნათი ეგეთ შეგვიძლია ვაჩვენოთ აი ხელები როგორ ასხია იმ განჯის ბროწეულს. ეზოში დასარგავს საჭმელ ბროწეულს და ეს დეკორატიული მინიატურული ჯიშია. აივნებზე გამოდის განსაკუთრებით თუ მზიანია ეს აივანი. სიმშრალეს უძლებს კარგად, ქარს უძლებს კარგად. ბევრი მცენარე არის ისეთი, რომელიც ქარს უძლებს. ეს ბროწეული უძლებს ქარსაც და სიცხესაც. მაღალ ტემპერატურას კარგად უძლებს და კაი სანახავია.